ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნებისთვის მზადების ფონზე ეხლა რაღაც წარმოუდგენელი ხდება. დონალდ ტრამპი ფაქტობრივად თავიდან წერს საარჩევნო კანონმდებლობას და ცვლის საარჩევნო ოლქებს ისე, რომ ის შტატები, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატებს აძლევდნენ ხმას, ეხლა სწორედ რესპუბლიკელებს აირჩა. ასეთ საარჩევნო რუკის გადაკეთება საბოლოოდ რესპუბლიკელების გამარჯვებამდე მიიყვანს, თუნდაც დემოკრატებს მეტი ხმა მისცემ. და მთელი პარადოქსი იმაშია, რომ ტრამპი ფაქტობრივად არც კანონს არ ღვევს და არც კონსტიტუციას, რადგან ორივეში არსებობს ხვრელი. ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში არსებობს გარკვეული ფენომენი. პარტიას შეიძლება შტატში ამორჩეულთა ხმების უმრავლესობა მიიღოს, მაგრამ საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები წააგოს. ეს ჯერიმენდერინგის შედეგია. ეს არის საარჩევნო ოლქების საზღვრების მანიპულირების პროცესი. და 2026 წლის მაისისთვის ეს პროცესი ამერიკაში პიკს აღწევს, რადგან შტატები ასრულებენ რუკების გადახაზვას კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. ამ გამოშვებაში მე პირდაპირ და მარტივად აგიხსნით, როგორ იყენებენ რესპუბლიკელები შტატებზე კონტროლს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების გამარჯვების უზრუნველსაყოფად. აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. ეს არის ოლქების საზღვრების გადახაზვა. რატო ახდენს ეს გავლენას არჩევნებზე და რატო ზოგიერთ შტატში უმრავლესობის ხმებს შეიძლება დემოკრატიული პარტია ირებდეს, მაგრამ საბოლოოდ ამ შტატს წარმომადგენელთა პალატაში უფრო მეტი რესპუბლიკელი ეყოლება. საერთოდ ერთი შეხედვით ეს ჩახლართულად და რთულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივია. ეხლა ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაკვეთნეთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. მოდით ჯერ განვიხილოთ ბოლო დღეების ძირითადი მოვლენები, რაზეც დავეხმაროთ. ჯერ ფაქტები, შემდეგ ანალიზი, ასე რომ არ შეგეშინდეთ თავიდან. პირველი არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ლუიზიანა კალესის წინააღმდეგ საქმეზე. სასამართლო განიხილავდა, არის თუ არა ლუიზიანას ოლქების რუკა დისკრიმინაციული შავკანიანი მოსახლეობის მიმართ. შედეგად 29 აპრილს სასამართლომ დაადასტურა რუკა, რომელიც რესპუბლიკური უმრავლესობის მიერ იყო შექმნილი. ამ გადაწყვეტილებამ დააკანონა დოქტრინა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ჯერიმენდერინგი, ანუ პარტიის ინტერესების დაცვა, დასაშვებია, თუნდაც ის ირიბად შეეხოს. შედეგად, ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამო ლუიზიანაში 6 ოლქიდან მხოლოდ 1 რჩება გარანტირებულად დემოკრატების ხელში. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები ამ შტატში ამომრჩეველთა 30% შეადგენენ. ტექნიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დემოკრატი ცხოვრობს შტატში, რადგან რუკა ისეა განანაწილებული, რომ მაინც რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. სუფთა ტექნიკურად. აბა, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? არსებობს ორი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია საარჩევნო რუკების მანიპულირება. ეს ყველაფერი კი ჯერიმენდერინგს ეხება. ერთი მხრივ არის კრეკინგი, მეორე მხრივ პაკინგი. და ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ ეს რთული პროცესი გაიგოთ, მოგიყვანთ მარტივ მაგალითებს, რომ უფრო ნაკლებად გასაგები იყოს. წამოიდიეთ, რომ მარათონში მონაწილეობთ. თქვენ ყველაზე სწრაფად დარბი ხართ. თქვენი მხარდამჭერები ყველაზე ხმამაღლა ყვირიან ტრიბუნაზე. თქვენ ყველაზე მეტი მხარდაჭერა გაქვთ, აშკარად ხელზე ტინხართ. მაგრამ ბოლოს მსაჯი ამბობს, გაიმარჯვა ვიღაც სხვა. თქვენ გითხულობთ, რატო? იმიტომ რომ სტარტამდე ამ მსაჯმა უბრალოდ გადაადგილა ფინიშის ლენტი სპეციალურად თქვენი მეტოქისთვის. ანუ მან მისთვის გამარჯვება უფრო შესაძლებელი გახადა. თამაშის წესები უცებ შეიცვალა, მაგრამ თქვენ ეს ჯერ არ იცოდით. ანუ თქვენ ფიქრობდით, რომ რბოლა ჩაულებრივია, მხარდაჭერა გაქვთ, მე ყველაზე კარგი ვარ, მაგრამ მაინც სხვამ გაიმარჯვა. ეს თქვენ ხართ. კიდევ ერთხელ ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ აგიხსნით რატომ ასე. ეხლა აგიხსნით, როგორ მუშაობს ეს შეერთებულ შტატებში ამ ოლქების მაგალითზე. დაუშვათ, თქვენ გაქვთ შტატი, სადაც 60% წითლებს, ანუ რესპუბლიკელებს, აძლევს ხმას. ხოლო 80% ლურჯებს, ანუ დემოკრატებს. გესმით, რომ თლიან შტატში თანაფარდობაა 60-40-ის წინააღმდეგ. და ჩვენ უნდა გავყოთ ყველა ამომრჩეველი, ყველა ეს ამომრჩეველი 5 ოლქად. პირველი ვარიანტი, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? თითოეულ ოლქში პროპორციები უცვლელია. ანუ ეს 60-40-ის წინააღმდეგ თითოეულ ოლქში ერთნაირი. შედეგად, ჩვენ ვიღებთ 3 წითელ ადგილს, ანუ 3 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებისთვის
და 2 ლურჯს, ანუ დემოკრატებისთვის. ყველაფერი პრინციპში სამართლიანია. აქ უკვე საჭიროა აგიტაციის ჩატარება. ამომრჩევლების გადარწმუნება, რომ ეს დინამიკა შეიცვალოს. მაგალითად, იქ 2 რესპუბლიკელებს აქვთ, 3 დემოკრატებს. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც. ეს არის სწორედ ის გერიმანდერინგი, რომელიც ხდება შეფუთვის, ანუ პაკინგის გზით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? და აქ იწყება მაგია. სწორედ ამას აკეთებს ახლა დონალდ ტრამპი. ესე იგი, ჩვენ ვიღებთ ყველა ლურჯ ამომრჩეველს და ვათავსებთ ერთ ოლქში. იქ ისინი იგებენ 99%-იან შედეგით, თქვენ იღებთ ოლქს, სადაც არა 40% ლურჯია, არამედ თითქმის 100%. სუპერ ამბავი არა, მაგრამ არა. იმიტომ რომ დარჩენილ 4 ოლქში ციტლები ცოტათი მეტნი ხდებიან. და ისინი იღებენ ყველა 4 ადგილს 45%-იანი შედეგით. ანუ ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი. მაგრამ მაინც იმარჯვება. ამერიკაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ შტატიდან ირჩევა გარკვეული რაოდენობის მათი წარმომადგენლები. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. და როგორც წესი, ეს რაოდენობა ტოლია ამომრჩეველთა რაოდენობის. ყოველი ოლქი განსაზღვრავს, ვის წარადგენს თავის წარმომადგენლად აშშ-ის კონგრესში. შედეგად, იქ სადაც იყო 3 ოლქი ციტლებისთვის და 2 ოლქი ლურჯებისთვის, ეხლა ლურჯებს აქვთ 40% მხარდაჭერა პრინციპში. შტატის დონეზე ეს ასე რჩება. მაგრამ მათ ეხლა მხოლოდ 1 ადგილი აქვთ პარლამენტში, შესაძლოა 5-დან. ვუალა, გამოდის 4-1-ის წინააღმდეგ, ციტლები იგებენ. თუმცა ადრე იყო 3 ციტლების და 2 ლურჯების. არის კიდევ ერთი სქემა, ეს პირიქით საზღვრების გაბნევაა, ანუ კრეკინგი. ვიღებთ იმავე შტატს, იმავე 5 ოლქს, იმავე ხმების განაწილებას, 60-ზე, 40-ზე. და აი ვიღებთ რაიონს, სადაც ცხოვრობენ ლურჯები, ან დემოკრატების მხარდამჭერები და უჭრით ამ ოლქს 4 ნაწილად. თითოეულ ნაწილს ვამატებთ დიდ სოფლის რაიონს, სადაც ცხოვრობენ ციტლები, ანუ რესპუბლიკელების მხარდამჭერები. შედეგად ლურჯები ყველგან გარშემორტმულები არიან. აღმოჩნდა, რომ უმცირესობაში ვართ და 5 ოლქის ნაცვლად 4 დავრჩათ. და ეხლა მათ 0 ადგილს აქვთ. ანუ დემოკრატები ამ შტატში, კი ისინი იქ არიან, ისინი მისცემენ ხმას, მაგრამ ვერ გაიმარჯვებენ. 0 ადგილი. გამოდიოდა რომ შტატს ადრე 5 ადგილი ჰქონდა, ეხლა 4 დარჩა, მაგრამ ყველა გარანტირებულად წითელია. თავარი ისაა, რომ ეს არ არის რაღაც თეორია, ეს რეალური ამბებია, ტეხასიდან და ფლორიდიდან. ეხლა აგიხსნით რა ხდება სინამდვილეში. მოსაკლეობის აღწერის შემდეგ ტეხასმა კონგრესში დამატებითი ადგილები მიიღო. რესპუბლიკელებმა, რომლებიც ამ შტატის საკანონმდებლო ორგანოს აკონტროლებენ, ამომრჩეველთა რუკა ისე გადაახაზეს, რომ წითელი ოლქების რაოდენობა 22-დან 25-მდე გაიზარდა. და ეს ერთ-სამით კონგრესში დამატებით 3 ადგილს ნიშნავს. დალასისა და ჰიუსტონის გარეუბნებში ოლქების საზღვრები ისეთი ზიგზაგებით გაავლეს, რომ ლიბერალური კვარტლები სწრაფად მზარდ ეთნიკურ თემებს მოშორეს. კიდევ ერთი მაგალითი. 2026 წლის აპრილში ძალაში შევიდა ფლორიდის გუბერნატორის რონ დე სანტისის განახლებული რუკა. პირიქით გაუქმდა მეხუთე საარჩევნო ოლქი, რომელიც ისტორიულად უმცირესობებს აძლევდა საშუალებას საკუთარი კანდიდატი აერჩიათ. და ექსპერტული ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ცვლილება რესპუბლიკურ პარტიას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამატებით 4 მანდატს აძლევს. ამომრჩეველთა პრეფერენციების ცვლილების გარეშე. ანუ კიდევ ერთხელ. ამერიკელების აზროვნებაში არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება. იცვლება რუკები. манипуляციურად, ტექნიკურად ასე გამოდის, რომ უწერდა +4 ადგილი კონგრესში. ანუ არავის არ ჭირდება გადარწმუნება, რომ სხვანაირად მისცეს ხმა. არ არის საჭირო რაიმე აგიტაციის ჩატარება და ასე შემდეგ. არა. უბრალოდ ასე. რესპუბლიკელები ავტომატურად იღებენ +4 ადგილს კონგრესში, თუნდაც ამჟამინდელი საარჩევნო დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში. როგორ დაეხმარება ეს პრაქტიკაში რესპუბლიკელებს არჩევნებზე? აქ მნიშვნელობა აქვს სწორედ გეოგრაფიულ ფაქტორს. დემოკრატების მხარდამჭერები მჭიდროდ ცხოვრობენ ქალაქებში. ეს ამარტივებს მათ ერთ ოლქში თავმოყრას. ხოლო ტრამპის მხარდამჭერები გაფანტულად ცხოვრობენ, რაც ამარტივებს სოფლის ოლქების დაპყრობას. გარდა ამისა, 50 შტატიდან 28-ში ორივე საკანონმდებლო პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. სწორედ ეს ადამიანები ატარებენ მოსახლეობის აღწერას. ზუსტად ეს ადამიანები ხატავენ საარჩევნო რუკებს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა თავისი ვადის განმავლობაში 234 ფედერალური მოსამართლე დანიშნა. ეს სასამართლოების ქსელი დღეს დემოკრატების სარჩელებს უარყოფს, ამ ოლქების გადანაწილებას კი კანონიერ პოლიტიკურ ბრძოლად მიიჩნევს. ეხლა კი მთავარი პარადოქსი.
ამჟამინდელი გათვლებით რესპუბლიკელებს შეუძლიათ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოპოვება, მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით მათი საერთო მხარდაჭერა დემოკრატებზე 4%-ით ნაკლებია. კიდევ ერთხელ, მათ შეიძლება რეალურად ნაკლები ხმა მიიღონ არჩევნებზე ჯამში, მაგრამ მაინც ისინი მიიღებენ წარმომადგენელთა პალატაში მეტ ადგილს. ეს ქმნის სიტუაციას, როდესაც საკანონმდებლო დღის წესრიგს სრულად გააკონტროლებენ დონალდ ტრამპის ხალხდამჭერები. ფედერალური პროგრამების დაფინანსება გადაიხედება ამ წითელი შტატების სასარგებლოდ. და რა არის პრობლემა? ამ სისტემის კანონიერად შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. შემდეგი 2030 წლის მოსახლეობის აღწერა. ანუ ისინი აქ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებშიც უპრობლემოდ გავლენ. და მთელი პრობლემა დემოკრატებისთვის ისაა, რომ ჯერიმენდერინგი, კანონის დარღვევა არ არის. ეს უბრალოდ სისტემის გამოყენებაა. ანუ როგორც ამობენ, სისტემის ბოროტად გამოყენება. ეს ფაქტობრივად კანონების საკუთარი სასარგებლოდ გამოყენება. მათემატიკური მოდელები და ადგილობრივ პარლამენტებზე კონტროლი რესპუბლიკურ პარტიას საშუალებას აძლევს ქვეყანაში დემოგრაფიული ცვლილებები გაანეიტრაოს. რადგან ქალაქის მოსახლეობა ნამდვილად იზრდება, რომელიც როგორც წესი დემოკრატებს აძლევს მას. და იცვლება უმცირესობების წილი, რომლებიც სხვათაშორის ასევე როგორც წესი დემოკრატებს აძლევენ ხმას. ამგვარად, ნოემბერში არჩევნების შედეგი დიდწილად უკვე აპრილში იყო განსაზღვრული. იმ მომენტში, როდესაც ამ ახალი ოლქების რუკებს აწევდნენ ხელს, ამიტომ ვიმედოვნებ, ცოტათი გავერკვიეთ და მომავალში აუცილებლად იქნება სიახლეები ამ თემაზე. და როცა მათ ნახავთ, უკვე გეცოდინებათ რაზეა საუბარი. აქ მრავალთებდილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის